სასტუმრო ედისონში ზამთრის სათხილამურო სეზონის დახურვასთან დაკავშირებით საქართველოს სათხილამურო ფედერაციამ სპონსორებისთვის და პარტნიორებისთვის სპეციალური მიღება გამართა. სათხილამურო ფედერაციისგან სპონსორები მადლობის სიგელებით და სხვადასხვა სამახსოვრო საჩუქრით დააჯილდოვდნენ. ღონისძიების მიმდინარეობისას დავწერეს საზოგადოების წინაშე წარდგენილი იყო ფოტოკოლაჟი იმის თაობაზე, თუ როგორ მიმდინარეობდა ზამთრის სეზონის განმავლობაში შეკრებები და შეჯიბრებები, სადაც ქართველი სპორტსმენები მონაწილეობდნენ. სათხილამურო სპორტში საქართველოს თასის გათამაშება საქართველოს სხვადასხვა კურორტზე 7 ეტაპად ჩატარდა და ამ ტურნირში მონაწილეობა მაკურიანის, გუდაურის, თბილისის, სვანეთის და აჭარის სპორტ სკოლების წარმომადგენლებმა მიიღეს. კარგი სეზონი იყო, კარგად ჩაერა, როგორც დაგვეგმეთ ყველაფერი, ისე ჩაერა ამ სეზონმა წარმატებულად და დღეს გვაქვს ჩვენ სეზონის დახურვის დამთავრების საღამო, ჩვენ დავპატიჟეთ ყველა სპონსორები, ვინც მონაწილეობა მიიღო წლევანდელ წელს ჩემპიონატის ჩატარებაში. წელს თბილისის მერიამ და გუდაურის განვითარების ფონდმა და გუდაურის კურორტმა უმასპინძლა საქართველოს ჩემპიონატის რამოდენიმე ეტაპს, კერძოდ კი 3 ეტაპს და დასკვნით ეტაპს. მე მინდა ვთქვა, რომ ყველა კურორტებთან შედარებით გუდაური არის ფლაგმანი კურორტი. ძალიან საინტერესო წელიწადი იყო, აქტიური წელიწადი ჩვენი მოთხილამურეებისთვის და მოყვარულებისთვის. როგორც იცით, დაიტვირთა როგორც მესტიის სამთო სათხილამურო კურორტი, ასევე ძალიან აქტიურად ჩაერთო წელს უკვე გუდაურის სათხილამურო კურორტი.